გამარჯობა. შოპინგზე დამოკიდებულების სარეაბილიტაციო პროგრამაზე სწორად მოვედი, ხო? დიახ, ჩვენ ველოდებით. დიახ, ისე რა კარგი პროგრამაა რა. 20 ლარს გვაძლევენ და ნელ-ნელა შეგვიძლია რომ თავი დავანებოთ ამ საშინელ დაავადებას შოპინგზე. დიახ, მე ძალიან მომწონს რომ ისე ალბათ თქვენ ძალიან გაგიჭირდათ ხო აქ რადგან მოხვედით. კი, ბოლოს საკმაოდ ღრმად შევტოვპე. და თქვენ რატომ ხართ ისე დიდად არ გეტყობათ რომ შოპინგზე დამოკიდებული იყოთ? ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ შაბათ დღეს დაიწყო. აი დაქალს გავყევი შოპინგზე და აი მე ნახეთ რა დღეში ვარ. ყოველ დღე კვირაში 7-ვე დღე პირველი შევდიოდი მაღაზიაში და ბოლო გამოვდიოდი რა. თავიდან ჩემი ქმარიც დამყვებოდა, მაგრამ დაიღალა ხო? რა დაიღალა. შავ პარასკევს დავკარგე იმდენ ხალხში, რომელიღაც მაღაზიაში. კარგე. დავკარგე. და ისეთი დამოკიდებული ვიყავი მაღაზიებს ვერ მოვწყდი რომ მომეძებნა. კარგი. ვერ მოვძებნა. ანუ ჩვენ გვესმის მაგრამ ვერ გავიგე. ამათ უხურე რა 20 ლარი მომიგდეს აქ 20 ლარი. თქვენ ხართ ნაგვები, არა ადამიანები, ამათ უხურე ერთი რა. ნაძირლები 20 ლარიო ხალხო 20 ლარად რა უნდა ვიყიდე გამაგიჭე ხარ რა. დაწყნარი შემოკარგო, მოკლედ ძალიან მაგარ ადგილს გასწავლი. არაჩვეულებრივი ადგილია. 20 ლარად 100 კილოიან ფუთას, აი რომ მოიგდებ ზურგზე, აი ყველაფერს ჩაიცვა, ხვდები? აი მაგარი ადგილია. კაი, მოთორე პროგრამიდან მოგხსნიან ზედოზირების დამო. 20 ლარი მომიგდეს 20 ლარი. სადისტები არ არის. არა 20 ლარად რა უნდა მომივიდეს? მართლა მე მაინტერესებს რა. მე ეს გოგონა ახალია ალბათ, ხო? კი, ახალი ვარ, ხო? იცი რა შეასაქმე გოგონა? აქ 20 ლარს რო გვაძლევენ, ჩვენ მივდივართ, ამ 20 ლარში ვყიდულობთ რაც გვინდა. მერე სახლში ვბრუნდებით. მეორე დღეს ისევ მივდივართ, ამ ნივთს ვაბრუნებთ და მოგვაქვს სხვა ნივთი. ანუ სხვა ნივთს ვყიდულობთ. ანუ რა შეასაქმე? შეიძლება ის არ არის რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ნერვებს მაინც ვიწყნარებთ. ვაიმე, კაი, მეჩქარება, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. კარგად გოგოებო, მადლობა ძალიან დიდი. ეს რა კარგი ხერხისთვის მიგიგნია. გაიგონა ხო? კი, ნამდვილად. აი მე ბოლოს ძალიან რომ შევჯექი შოპინგზე 3000 ლარს ვხარჯავდი დღეში. ყველაფერი გავყიდე საერთოდ რაც მებადა და ნათესავებით დამშორდნენ მე იმიტომ რომ ყველას ვალი მქონდა. ნუ ბოლოს გადავწყვიტე რომ ჩემ თავთან მარტო დავრჩენილიყავი და კიდობანში ერთ-ერთი მაღაზიის დახლის ქვეშ გადავედი საცხოვრებლად. ისეთმა კეთილმა ადამიანმა შემიფარა და პერიოდულად ახალ კოლექციას მალაგებინებს ხოლმე. კარგი რა. დღესასწაულებზე მოზომვის უფლებასაც კი მაძლევს. რა ბედნიერება რომ ესეთი კეთილი ადამიანები კიდე შემორჩნენ და ესე ეხმარებიან ერთმანეთს. მე რაღაცა იქნება. ნუ მაგალითად მე აქ რო ვერ მიშველეს გერმანიაში წავედი სამკურნალოდ. მე კლინიკაში მკურნალობდით თქვენ? არა, დიდ სუპერმარკეტში. როგორ და აი მაგალითად ფული რო არ მქონდა იქ, შევიდოდი დიდ სუპერმარკეტში, ჩავიცვამდი ძალიან ბევრ ტანსაცმელს და გამოვდიოდი გარეთ. მე დამადეპორტეს და ისევ აქ მომიწია. დიდი ამბავი დაგმართლე. გამარჯობა. რამდენი ხანია აი ეს ფრაზები. აი რამდენი ხანია ეს სიტყვები არ მომისმენი. აი ეხლა ამოვისუნთ რა. აუ სასწაული ბოლო ვინ არის? მე ვიქნები თქვენში. მე გაიმეორე. ერთხელ გთხოვ. ბოლო ვინ არის? როგორ ჟღერს? კარგად მე სიამოვნა. ყურსეფერება. ხოსეილი. ხო დედა. კი, მალე მოვალდე. კაი. ვაიმე. რა დაარქვა ბავშვს? სეილი. რა ორიგინალურია, ბავშვს სეილი დაარქვა. აი, მაგარია. ხდებით როგორი დამოკიდებულია. მოდით, ჩემ ადგილს დაგიცნობთ თუ გინდათ. აიმე, რა კეთილი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. გოგოებო, იცით როგორ გამიჭირდა ამ შოპინგის გადაგდება ამ დამოკიდებულებაზე რომ უარი ვთქვი. ძალიან საშინელ დღეში ვიყავ. საშინელ, იცით რა საშინელი სიზმრები მე სიზმრებოდა? სიზმრები? ხო, სიზმრები. რა სიზმრები? აი რო ყიდულობ რაღაცას და თან ვერ ყიდულობ. აი, ყიდვა გინდა, ყიდულობ, ვერ ყიდულობ. აი, გამოცდილი მესმით. მე ძალიან ბევრჯერ დამსიზმრებია ესეც სიზმრები და აი კიდევ ის დიდი პარკებით რომ უსასრულობაში ვარდები. ვაიმე კი. აი, ეს არის ბევრჯერ.
მე დამესიზრა ერთხელ როგორ რაღაც ისი მაღაზიაში ვარ და რომ მოგწოს ძალიან ბევრი კარგი ბრენდის ტანსაცმელი როა და რო გინდა რომ იყიდო რაღაც და რო ეუბნები რომ რა ღირს რა აი მე ბარათი რომ უნდა დაადო უკვე უნდა იყიდო და მაღვიძარა რეკავს არ მინდა გახსენ საშინელებას. ვაიმე ძალიან ჩემიანები ხართ გოგოებო, აი ხა ვიგრძენი ძალიან სიახლოვე და იდეა მომივიდა ერთი. ეხა 20 ლარს რომ მოგვიტანენ და დაგვირიგებენ. არ ვიყიდოთ არაფერი და ამ 20 ლარით წავიდეთ და ვიქეიფოთ. მე თანახმად მოდი რა გავძლიო რა გავიჭირო მე უკვე გადავაგდე შოპინგი მოდი დღეს ახლავე всё და დაგირიგებთ ხო თქვენ დიახ კი 20 ლარს გამომართვით ანუ ყველა მავიღეთ ხო ეს 20 ლარი? ავიღეთ. მოდი ახლა შევთანხმდეთ სად წავიდეთ, სად ვიქეიფოთ. ანუ სანამ წავალთ შეიძლება რომ 1-10 წუთით რომ გავიდე რაღაც პირადი საქმე გამომიჩნდა და 10 წუთით გავალ და ეხლავე რომ მოვიდე. მე მოლში ვარ მეც ვარ წასასვლელი.